იყო და არა იყო რა. ერთ ლამაზ სახლში ცხოვრობდა ერთი ლამაზი კულულა გოგონა. სახელად მარიამი, რომელიც დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად ცხოვრობდა. მარიამს ლამაზი ოთახი ჰქონდა, სადაც ძალიან უყვარდა ყოფნა და ხშირად ხატავდა. ხატვა ძალიან უყვარდა. მისი და მისი ოთახი სავსე იყო ლამაზი ნახატებით, რომელიც რა თქმა უნდა მისი დახატული იყო. მარიამი ხშირად თამაშობდა თავისი ნაირ-ნაირი სათამაშოებით. ძალიან ცელქი იყო, მთელი დღე სახლში დახვდოდა, ხან თავის საწოლზე ხტუნაობდა, ხან მისაღებში დივანზე დახვდოდა, ხან კი დედიკოს და მამიკოს ოთახში შეიპარებოდა და მათ საწოლზე ხტუნავდა და თან მღეროდა. სიმღერაც ძალიან უყვარდა მარიამს. ბევრი სათამაშო მიკროფონი ჰქონდა. თუ დაიწყებდა სიმღერას და ცეკვას, ვერავინ აჩერებდა. მთელი დღე მღეროდა და მღეროდა. როცა დედიკო ნამცხვარს უცხობდა, მარიამიც მიუცუცქდებოდა და მასთან ერთად ამოიგუგლებოდა. ხოლმე ფქვილში და დაიწყებდა ცომით თამაშს. თან ამბობდა, მე დედიკოს უნდა მივეხმარო. და როცა მამა სახლში დაბრუნდებოდა, თავისი გამომცხვარი ნამცხრობით ხვდებოდა კარებთან და ეუბნებოდა, მამიკო, ნახე მე მივეხმარე. დედიკოს ნამცხრის გამოცხობაში და ერთად გამოვაცხვეთ შენთვის. მამიკოს ჩაეცინებოდა ბედნიერს და ჩაიკრავდა ხოლმე გულში მარიამს, რომელიც ყოველ საღამოს ბედნიერი ეგებებოდა მამიკოს კარებთან. ერთ დილას მარიამ გაიღვიძა და დედიკოსთან მიცუნცულდა. დედიკო, რას ამზადებ? თან გაუცინა დედიკოს მარიამმა. რას ვამზადებ და საახალწლო საჭმელებს და ნამსხვრებს? ხვალ ახალი წელია, მარიამ. რამდენიმე გემრიელი სადილი უნდა მოვამზადო. მერე ნამსხვრის გამზადებაში. შენ დამეხმარე და მერე თოვლის ბაბუას წერილი დაუწეროთ. საჩუქრების სია დაუწერე და ახალი წლის დილას აუცილებლად დაგახვედრებს იმ საჩუქარს, რასაც დაუწერ. მარიამს ბედნიერებისგან თვალები გაუფწინდა და შემოსძახა ხმამაღლა. ვაუ, რა მაგარია! ახალი წელია, ახალი წელია. თოვლის ბაბუა საჩუქრებს მომიტანს. თოვლის ბაბუა საჩუქრებს მომიტანს. გახვიროდა და დარბოდა მთელს სახლში მარიამი. დედიკოს ჩაეცინა და მარიამს დაუძახა. მარიამ, ხელები დაიბანე და მოდი ვისაუზმოთ. მარიამი შევარდა, სააბაზანოში ხელპირი დაიბანა. კბილები გაიხეხა და დედიკოსთან მივიდა სამზარეულოში. მარიამს დილით საუზმობა დიდად არ უყვარდა, მაგრამ დედიკოს ხათრით ყოველთვის საუზმობდა, რადგან იცოდა, როცა ბავშვები დილით საუზმობენ, აუცილებლად ჯანმრთელები იზრდებიან. ამიტომ ყოველთვის უჯერებდა დედას და ეხლაც გემრიელად შეახრამუნა დედიკოს შემწვარი ყიხლიხოები. შემდეგ დედიკოს მიუცუცქდა და გოზინაპის. გამზადებაში ეხმარებოდა დედას, თან კაკალს უჭამდა თაგვივით. გოზინაპის გამზადების შემდეგ მარიამმა დედიკოს თხოვა. წამოდი, ჩედი ჩემს ოთახში და თოვლის ბაბუას დაუწეროთ წერილი. გთხოვ რა? გთხოვო, მარიამის დედიკოს გაეცინა და წავიდნენ ოთახში წერილის დასაწერად. მარიამი ფიქრობს, რა უნდა ვთხოვო თოვლის ბაბუას. აუ, დე, არ ვიცი რა დავწერო. მოდი შენ სამზარეულოში გადი და მანამდე მოვიფიქრებ, რა საჩუქარი დავწერო. კარგი, მარიამ, რომ მოიფიქრებ, დამიძახე. მარიამის დედიკო სამზარეულოში გავიდა. მარიამმა დაიწყო ფიქრი. ფიქრობს, რა დაუწერო თოვლის ბაბუას. აუ, ვერ მოვიფიქრე რა. მარიამი ადგა და მაღლა მეორე სართულზე აირბინა. ფანჯარაში გაიხედა. იყურება ფანჯარაში და ფიქრობს ისევ თავის საჩუქარზე. უცებ შორი ახლოს ციგურებზე მოსრიალე დიდი გოგონები დაინახა. ვაუ, რა ლამაზად სრიალებენ ყინულზე. მეც მინდა. წამოიყვირა მარიამმა. მაგრამ მე რომ პატარა ვარ და ჯერ ეგრე ვერ ვისრიალებ. მოვიფიქრე, სასრიალო ბორბლებიანი. ფეხსაცმელები მინდა, აი ისეთი თოვლი რო დადნება. მაინც რომ ვისრიალო და გავერთო, თან ყინულის ციგურებზე. ჯერ მაინც ვერ ვისრიალებ, მე ხომ ჯერ პატარა ვარ. თქვა მარიამმა და თვალები გაუფწყინდა. დიახ, ეს იქნება ჩემი სურვილი. ამას დაუწერ, თოვლის ბაბუას წერილში. და იქნება ამიხტეს ნატურა და მომიტანოს თოვლის ბაბუამ. მარიამმა სიხარულით ჩამოირბინა კიბეები და სამზარეულოში დედიკოსთან შევარდა. დედიკო, მოვიფიქრე, სასრიალო ბორბლებიანი, ფეხსაცმელები მინდა ვთხოვო თოვლის ბაბუას. აი ისეთი ფეხზე რომ ჩაიცვამ და იგორავებ ფეხსაცმლით. აუ, რა მაგარი იქნება, მინდა. ვარდისფერი, ლამაზი, გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელები. წამოდი გთხოვ, ერთად დაუწეროთ წერილში. მარიამი და დედამისი გავიდნენ მარიამის ოთახში და დაუწერეს თოვლის ბაბუას წერილი. მარიამმა აიღო წერილი და ნაძვის ხეზე დადო.
აუ, დენეტა წაიღებს ღამე თოვლის ბაბუა ჩემს წერილს. კი, მარიამ, აუცილებლად წაიღებს. წადი ეხლა, კბილები გაიხეხე და დავიძინოთ, უკვე გვიანია. მარიამა აბაზანაში შეირბინა კბილები გაიხეხა და შემდეგ თავის ლამაზ რბილ საწოლში დაწვა, თავის საყვარელ დათუნიასთან ერთად და ლამას სიზმრებში გადაეშვა. გათენდა. ღამე კარგად უთოვია, გარეთ გადათეთრებულა ეზო. მარიამი ადრევე წამოხდა საწოლიდან და გავარდა პიჟამოებით ნაძვის ხესთან, წერილის შესამოწმებლად. აუ, დე წაუღია თოვლის ბაბუას ჩემი წერილი. რა მაგარია, აუ, როგორ მიხარია, დე. კი, ძალიან მაგარია, ეხლა დაიბანე ხელპირი და ისაუზმე. რა გემლიერი სუნი დგას, დე, რას ამზადებ? გემრიელ საჭმელებს ვამზადებ, მარიამ. დღეს ღამე ახალი წელია, ხომ არა დაგავიწყდა? არა, დე, ისე ველოდები, ჩემს საჩუქარ. აუ, დე, რომ ვისაუზმებ, შეიძლება ეზოში გავიდე ბავშვებთან. ვიგუნდავებ ცოტას, გთხოვ, დეო, დე. კარგი, მარიამ, ისაუზმე და შემდეგ გადი ცოტა ხანს ითამაშე. მარიამმა ისაუზმა, შემდეგ თბილად, ჩაიცვა და ეზოში გავიდა საგუნდაოდ. თამაშობს, გუნდაობს თოლში, თან ბედნიერი ფიქრობს, დღეს ღამე ახალი წელია, ნეტა დილით, თუ დამხდება საჩუქარი. ნაძვის ხესთან, აუ, როგორ ველოდები. თან ფიქრობს და თან დაიწყო საახალწლო სიმღერის ღიღინი. თოვლი ფიფკებს აფრიალებს, ქუჩა თეთრად მოირთვება, ნაძვის ხერო მაინთება, სიხარული მოგვივა, ახალი წელი მოდის ლა-ლა-ლა, საჩუქრებით სავსე დღე-ლა-ლა, გაიღიმე იმღე, იცინე, ბედნიერი იყოს ყველა. ზარები რეკენ კრიალა, ოცნებები გვირთმოლებს, კეთილ სიტყვებს ვეუბნები, ახალ წელს ვეფერებით. ახალი წელი მოდის ლა-ლა-ლა, სიტყვა მოდის გულში ლა-ლა-ლა, მეგობრებო ხელი ხელს ველებს, ბედნიერი იყოს წელი. თუ სურვილი ჩუმად თქვი, ვარსკვლავს განდეცაზე, კეთილი თუ იქნები, ახალი წელი გაგიღიმებს მალე. ახალი წელი, ახალი დღე, სიხარული ყველასთვის αφელი, იმღერე, იცინე, ისე იმე, გილოცავთ ახალ წელს. უკვე მოსაღამოვდა. მარიამის დედიკომ დაიწყო საახალწლო ლამაზი სუფრის გაშლა. მარიამიც ცოტას ეხმარებოდა. ლამაზი, გემრიელი სუფრა გაიშალა. გარშემო დასხდნენ მარიამის დედიკო და მამიკო. 12 საათმა ჩამოჰკრა. ახალი წელია გილოცავთ, გარეთ ფეიერვერკის ხმებია. მარიამი ფანჯარასთან მივიდა და ლამაზ ფეიერვერკს უყურებდა. გემრიელად ივახშმეს. მარიამს ძილიც მოერია და დაიძინა თავის ლამაზ ოთახში. გათენდა. დილით სიხარულით წამოხდა მარიამი. მივარდა ნაძვის ხესთან და რას ხედავს ლამაზ წითელ გაბანტულ საჩუქარს. მარიამს სიხარულისგან გული აუჩქარდა, ბედნიერებისგან თვალები, გაუბწყინდა და დაიწყო საჩუქრის გახსნა. გახსნა და რას ხედავს? ლამაზ ვარდისფერ გორგოლაჭებიან ფეხსაცმელებს. მარიამმა ფეხსაცმელები გულში ჩაიკრა და სიხარულისგან დაიგვირა. აუ, რა მაგარია, მომიტანა. თოვლის ბაბუამ ჩემი გორგოლაჭებიანი ლამაზი ფეხსაცმელები მომიტანა. აუ, დე, ნახე რა მაგარია. აუ, დე, ნახე რა ლამაზია. და უცებ ჩუმად ჩაიჩურჩულა. თოვლის ბაბუა, მადლობა ამ საოცარი ჩემი სანატრელი, საჩუქრისთვის და გპირდები მთელი წელი. კარგად მოვიქცევი და საუკეთესო ბავშვი ვიქნები. დედიკოს და მამიკოს აღარ გავაბრაზებ და ყოველთვის დაუჯერებ. შემდეგ წამოხდა მარიამი და ჩაიცვა თავისი ლამაზი, ვარდისფერი ბორბლებიანი ფეხსაცმელი და დაიწყო ოთახში გორგოლაჭებით სრიალი. და მარიამი იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო.